ცენტრისტული და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერით ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც მიზნად ისახავს იმ მიგრანტების დაბრუნების დაჩქარებას, რომელთაც ევროკავშირში დარჩენის კანონიერი უფლება არ აქვთ. დაბრუნების რეგულაცია აწლეულების განმავლობაში ევროკავშირის ყველაზე მკაცრი ცვლილებაა მიგრაციის პოლიტიკაში. მას საკამათოდ მიიჩნევენ, რადგან ის საშუალებას მისცემს ევროკავშირის ქვეყნებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან შეთანხმებების საფუძველზე შექმნან დეპორტაციის, ეგრეთ წოდებული დაბრუნების ცენტრები ევროგაერთიანების საზღვრებს ფარგლებს გარეთ. ამ ჰაბებს გამოიყენებენ სატრანზიტო ობიექტებად, სადაც მიგრანტები დაელოდებიან საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას, ან იმ ადგილებად, სადაც ისინი ვადის შეზღუდვის ან დაბრუნების გარანტიის გარეშე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩებიან. მხოლოდ თანხლები პირების გარეშე მყოფი არასრულ წლოვნები გათავისუფლდებიან ამ ზომებისგან. ბავშვიან ოჯახებს კი სავარაუდოდ ასეთ ჰაბებში გადაიყვანენ. სხვა დებულებები ითვალისწინებს დაკავების უფრო ხანგრძლივ პერიოდებს, შესვლის უფრო მკაცრ აკრძალვებსა და არალეგალური მიგრანტების ადგილმდებარეობის დადგენის ახალ უფლებამოსილებებს, ასევე ეგრეთ წოდებული საცხოვრებელი ადგილის ან სხვა შესაბამისი შენობის ძებნის შესაძლებლობებს. ზოგიერთმა არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ კანონის მიღება შეერთებული შტატების იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურების მიერ ჩატარებულ ცნობილ რეიდებს შეადარა.